თავდასხმამდე დაწერილი მანიფესტი და პოლიციამდე დროულად არ მისული შეტყობინება დამატებითი გარემოებები ხდება ცნობილი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარი შეერაღებული თავდასხმის შესახებ. ირკვევა, რომ დამნაშავის მთავარი სამიზნეები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ. შენობაში თავდამსხმელი შეჭრამდე მისი ოჯახი გეგმის შესახებ უკვე ინფორმირებული იყო, თუმცა სამართალდამცავებამდე შესაბამისმა ინფორმაციამ დროულად ვერ მიაღწია. მიღებას ამერიკის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი და ოვალური კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. დარბაზში იმყოფებოდა 2000-მდე სტუმარი. თვითმხილველების ცნობით გაიგეს 1000-მდე გასროლა, თავდასხმის შედეგად დაშავებულია უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი. სასტუმრო ჰილტონში, სადაც დანაშაული მოხდა, თავდამსხმელი 24 აპრილის შემდეგ დარეგისტრირებული იყო. რა ცნობები აქვს გამოძიებას 31 წლის პედაგოგის შესახებ, რომელიც თავდასხმის ადგილზევე დააკავეს. ლევან ახალაია დეტალებით. დონალდ ტრამპზე რიგით მესამე წარუმატებელ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დღეს ვაშინგტონში სასამართლოს წინაშე წარდგება. 31 წლის კოულ ტომას ალენს თავდაპირველად ბელს სავარაუდოდ ძალადობრივი დანაშაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ფედერალურ თანამშრომელზე შეიარაღებულ თავდასხმაში წარუდგენენ. დღესვე ლოს-ანჯელესის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ტორენსში მდებარე მის სახლში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც უწყების დირექტორი კეშ პატელი ამბობს, აგენტებმა არაერთი ადამიანი გამოკითხეს. შეაგროვეს მტკიცებულებები, რასაც უახლოეს ხანში წარუდგენენ საზოგადოებას. მინდა შევახსენო ყველას, რომ მომხდარის დროს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თითქმის მთელი კაბინეტი. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი და მედიის 2000 წევრი. ასეთ რამეს კინოშიც კი არ წერენ, ასეთ სცენარებს, ასეთ ტრაგედიებს და მადლობა სამართალდამცავების სწრაფ რეაქციას, რომ მომხდარიდან 36 საათში უკვე წარუდგინეთ მსოფლიოს, ზუსტად რა მოხდა. ასევე თავდამსხმელის შესახებ სრული ინფორმაცია, სად ცხოვრობდა, ვის იცნობდა, ვის ესაუბრებოდა, ასევე ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ. ამერიკული მედიის ცნობით ვაშინგტონ ჰილტონში თავდასხმამდე კოულ ალენმა დაწერა ეგრეთ წოდებული მანიფესტი, სადაც ნათქვამია, რომ მისი სამიზნეები იყვნენ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები. როგორც ირკვევა, ეს დოკუმენტი ბოროტმოქმედმა გადაუგზავნა ოჯახის წევრებს, მათ შორის ძმას, რომელმაც ამის შესახებ პოლიციას უამბო. ამერიკული მედიის ცნობით ამ ეგრეთ წოდებულ მანიფესტში ბოროტმოქმედი ტრამპს პედოფილს, მოძალადესა და მოღალატეს უწოდებს. თავად ტრამპი გადაცემას 60 წუთთან ინტერვიუში გაღიზიანებული იყო აღნიშნული დოკუმენტის გარშემო დასმული კითხვებით და განაცხადა, რომ ჟურნალისტს უნდა შერცხვეს მისი წაკითხვა, რადგან ის არც ერთს არ წარმოადგენს ამ სიიდან. თავის მხრივ ტრამპმა თქვა, რომ თავდამსხმელი ავადმყოფი და ქრისტიანების მოწინააღმდეგე იყო. მანიფესტი წავიკითხე და ის რადიკალიზებულია, ის ქრისტიანი იყო, მორწმუნე, შემდეგ კი ანტიქრისტიანი გახდა და ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი რამ გადაიტანა მისი დაწერილიდან გამომდინარე მისმა ძმამ უჩივლა და ვფიქრობ, პოლიციაშიც შეატყობინა დამაც. მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო, ის ალბათ საკმაოდ ავადმყოფი იყო. სოციალურ ქსელში ვაშინგტონ ჰილტონში თავდასხმის მოწყობაში ბრალდებული საკუთარ თავს ინჟინერ მექანიკოს, კომპიუტერული თამაშების შემქმნელსა და პედაგოგს უწოდებს. ის პრესტიჟული კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია და ქრისტიანულ სტუდენტურ ორგანიზაციებშიც იყო გაწევრიანებული. 2024 წლის დეკემბერში ალენი ერთ-ერთმა საგანმანათლებლო კომპანიამ თვის პედაგოგადაც კი დაასახელა. ლოს-ანჯელესის საარჩევნო ოლქის მონაცემებით ის არც ერთი პარტიის წევრად არ იყო რეგისტრირებული, თუმცა როგორც ირკვევა 2024 წელს ალენმა $25 გადარიცხა ტრამპის კონკურენტის კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ეს ეჭვმიტანილი საზოგადოების და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ჩემი სიძეც იმავე კოლეჯში სწავლობდა დაახლოებით იმავე პერიოდში. ჩვენი ქალიშვილი ამ კვირაში ფიზიკურ ან მეტყველების თერაპიას გადის. იქვე, სადაც ის საგანმანათლებლო ცენტრში ასწავლიდა. უბრალოდ არარეალურია იმის გაცნობიერება, რომ ეს აქ, ქუჩაში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება და ჩვენ არ ვიცოდით. შეიძლება სასურსათო მაღაზიაში ან სადმე სხვაგან გვერდით ჩავუარეთ. და უბრალოდ ასეთ უკიდურესობამდე მისვლა არარეალურია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ძალიან სიურეალისტურია. ვაშინგტონ ჰილტონში, რომლის წვეულებების დარბაზშიც იმართებოდა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამი, სროლის ხმა ადგილობრივი დროით 9:00 ნახევარზე გაისმა. ამ დროს დარბაზში 2000-მდე სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის ამერიკის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. ინციდენტის დროს სხვადასხვა ცნობით 5-დან 8 გასროლამდე განხორციელდა. ამერიკის პრეზიდენტი, პირველი ლედი და ვიცე-პრეზიდენტი საიდუმლო სამსახურმა მაშინვე სასწრაფოდ გაიყვანა დარბაზიდან. ამასთან სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცაგენტებმა ტრამპის ევაკუაციამდე დარბაზ
ლამაზიდან ვიცე-პრეზიდენტი ვენსი გაიყვანეს. როგორც ტრამპმა მოგვიანებით განმარტა, მას სურდა ენახა თუ რა ხდებოდა და შესაძლოა სწორედ ამან შეაფერხა პროცესი. არ ვნერვიულობდი, ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა რა ხდებოდა. მე ვიყავი შესანიშნავი ადამიანებით გარშემორტყმული. ალბათ გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი, მოიცადეთ. ნახვა მინდოდა რა ხდებოდა. როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაიჭრა საიდუმლო სამსახურის ოფიცერი, რომელიც უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. მას ტყვია ჯავშან ჟილეტში მოხვდა. პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელს დაკავებისას აღმოაჩნდა 2 ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე დანები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოროტმოქმედი სასტუმროში თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე დასახლდა. თუ როგორ გამოეპარათ ეს სამართალდამცავებს და საიდუმლო სამსახურს, ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს. ამერიკის გენერალური პროკურორის ინფორმაციით გამოძიება ამ საკითხებზე მუშაობს. როგორც ჩანს, ის სასტუმროში 24 აპრილს დარეგისტრირდა და ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით სათვალთვალო კამერებს და ჩანაწერებს. თუ სად გაიარა მან, როგორ შევიდა და როგორ მოხვდა სასტუმროში ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ამის შესახებ ბევრად მეტი ინფორმაცია გვექნება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის წევრებზე თავდასხმის მცდელობა დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა. განცხადება გააკეთა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც, რომელმაც განაცხადა, რომ დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. დონალდ ტრამპზე თავდასხმა პირველად არ ხდება. 2024 წლის ივლისში პენსილვანიის ქალაქ ბატლერში ტყვია პრეზიდენტს ყურში მოხვდა. ამავე წლის ივლისში შეიარაღებული პირი აღმოაჩინეს ტრამპის გოლფ კლუბთან ფლორიდაში. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე წელს პირველად ესწრებოდა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამს.